შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ეძებს პორტატულ აპარატურას, რომელიც როგორც ცნობილი გახდა, ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობამდე უცნობმა ადამიანებმა კუდის შენობიდან გაიტაცეს. გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ სწორედ ამ აპარატურით უსმენენ დღეს პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს და მაღალჩინოსნებს. დღემდე ამ საქმეს გრიფით საიდუმლო ედო. ამ ვერსიით გამოდის, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ოპოზიცია ხელისუფლებას უსმენს. არასაპარლამენტო ოპოზიციამ სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულად მუშაობა ეჭქვეშ დააყენა. გაჩნდა მოსაზრებაც, რომ პასუხისგებლობა საკუთარ თავზე ქვეყნის პირველმა ძალოვანმა მინისტრმა უნდა აიღოს. ნათია თოიძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში. ნათია, რა პასუხი აქვს შინაგან საქმეთა მინისტრს? ნინო ბურჯანაძე იყო დღეს ერთ-ერთი, ვინც შინაგან საქმეთა მინისტრის და მთავრობის კიდევ რამდენიმე წარმომადგენლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერისთვის, როგორც ჩანს, მიუღებელი აღმოჩნდა ხელისუფლების ის პოზიცია, რომლის თანახმადაც ფარული მოსმენების, ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ ხელისუფლებამ თქვა, რომ მათ, ანუ ადამიანებს, მაღალჩინოსნებს, ბიზნესმენებს და ასე შემდეგ, ისევ ნაციონალური მოძრაობა უსმენს. ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ნინო ბურჯანაძის მოთხოვნას აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ ამ სიტუაციას არ უშველის არც ერთი მინისტრის გადადგომა, მთავარია რომ საქმე იყოს გამოძიებული. თავად ალექსანდრე ჭიკაიძე კი აცხადებს, რომ ის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას არ აპირებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა გრიფით საიდუმლო საქმეზე, რომელიც მოსასმენი აპარატურის გატანას ეხება, დღეს პირველად ისაუბრა. საქმის ძიებას უკვე პროკურატურა აგრძელებს, თუმცა ალექსანდრე ჭიკაიძე ყუდის ყოფილი თანამშრომლების იმ ჩვენებებზე საუბრობს, რომლის თანახმადაც მოდულის შენობიდან მოსასმენი აპარატურა შინაგან საქმეთა მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნამდე გაიტანეს. ამ ტექნიკის განკარგვა იმ შემთხვევაში წინამთავრობის წარმომადგენლებს შეეძლოთ და ამ ტექნიკის გატანა ისე გავლენ პიროვნებას დამწუნოთ არ შეეძლოს სამინისტრო და გაიტანა. სად იმყოფება ეს ტექნიკა დადგენილი არ არის ამ ეტაპზე. მაგრამ ჩვენებები არის, მე ჩემთვის ამდენად ცნობილი არის მაშინდელი ყუდის თანამშრომლების ჩვენება არის, რომ ეს ტექნიკა მოხდა რომელიღაც ღამეს მოდულის შენობიდან დატვირთვა და გატანა. ალექსანდრე ჭიკაიძე არ გამორიცხავს, რომ მოპარული პორტატული აპარატურით მოსმენები ხელისუფლებაში არ მყოფმა პირებმა აწარმოონ. მოქმედი ხელისუფლება ისევ ყოფილს ადანაშაულებს. სააკაშვილის თანაგუნდელები კი ფარულ მიყურადებაში ბრალს ღარიბაშვილის მთავრობას დებენ. ნაციონალმა დეპუტატებმა დღეს ხელისუფლებას კითხვით მიმართეს. თუ კი ასეთი ტექნიკა იყო გატანილი, რატომ არ აღმოაჩინეს? უკვე 2 წელია ისინი არიან ხელისუფლებაში და მე გავიმეორებ ჩემს შეკითხვას, რომელიც მაქვს ქართული ოცნების მიმართ, იქნებ დაგვისახელონ მსოფლიოში კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია უსმენს ხელისუფლებას. ურთიერთბრალდებების ფონზე არასაპარლამენტო ოპოზიცია მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მაღალი თანამდებობის პირებისა და ბიზნესმენების ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ მინიმუმ შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადამდგარიყო, რადგან იმ შემთხვევაში თუ გარეშე ადამიანებს ხელისუფლების პირველი პირების თავისუფლად ჩაწერა და გავრცელება შეუძლიათ, სახელმწიფო ინსტიტუტები და ქვეყნის უსაფრთხოება სერიოზული საფრთხის ქვეშ დგება. უბედურებაა თუ ხელისუფლება გვისმენდა უსამართლოდ და უკანონოდ და სანქციის გარეშე, მაგრამ კიდევ უფრო მეტი უბედურება სამარცხვინოა და სასაცილოა, კიდევ ვიტყვი, სატირალი რომ არ იყოს, თუ დღესაც ნაციონალური მოძრაობა გვისმენს. წესით ამ განცხადებებს, რომ თურმე ნაციონალური მოძრაობა გვისმენს, ძალიან ბევრი ადამიანი უნდა გადაყოლოდა მთავრობაში. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმპოტენტი ხელისუფლება სამწუხაროდ. თუკი ჩვენ დაუშვებთ, რომ ამ მოსმენებს აწარმოებდა არა ხელისუფლება, არამედ ნაციონალური მოძრაობა, რომელიმე სხვა კერძო პირი, ეს კიდევ უარესი. ეს საერთოდ სახელმწიფო არ გქონია. ხელისუფლება კი შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აბსურდულად მიიჩნევს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის მომხრეების და მათთან დაახლოებული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული ალექსანდრე ჭიკაიძემ უნდა გამოიძიოს და არა პასუხი აგოს. აპარატურა რომ მოიპარა თავის დროზე მერაბიშვილის და ახალაიას პერიოდში მისმა ალბათ დობით აღჭურვილმა პირებმა ამის გამო ჭიკაიძე დავსაჯოთ და რა ის პირები ვინც ეს გააკეთა, უნდა დაველოდოთ გამოძიებას ყველანი და გამოძიებამ უნდა გვითხრა საბოლოოდ ვინ ჩაიდინა, ვინ ვის ინტერესებში იყო და ვინ ახორციელებდა უკანონო მოსმენებს. მე ვამბობ, რომ ნაციონალური მოძრაობის სტილია წინასაარჩევნოდ ფარული მოსმენების კადრების გამოგდება. არ ჩაუტარებია ნაციონალურ მოძრაობას არჩევნები, რომ ეს ხერხი არ გამოიყენოს. მინისტრის პასუხისმგებლობის
მგებლობის დაყენებას არასერიოზულად მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევენ, რომ საქმე ჯერ გამოსაძიებელია. მე არ მგონია ამაში რომ ჩიკიგაიძე ჩართული იყო ამ საქმეში. ეს ესე იგი ტექნოლოგიის თვალსაზრისით გავს მაინც უფრო იმ ადამიანების ნამუშევარს, რომელიც ამ სიტუაციას კარგად იცნობს და არა მხოლოდ ტექნიკურ სიტუაციას, არამედ პოლიტიკურ სიტუაციას. გამართლებრივად ექსკლუზიური უფლებამოსილება მოსმენებზე აქვს ცხადია ხელისუფლებას, ამაში ორი აზრი არ არის. მაგრამ რეალურად ეს ექსკლუზივი სხვასაც აქვს თუ არა, ეს გასარკვევია და თუ სხვას აქვს, ცხადია მათი მხრიდან კანონდარღვევას ექნება და დანაშაულს ექნება ადგილი, ამაში ორი აზრი არ არის. ვინ უსმენს უკანონოდ მაღალ ჩინოსნებს და ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში პირადი და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვაზე? ეს არის კითხვები, რომლებიც რამდენიმე დღეა აქტუალობას არ კარგავს, თუმცა ისევ უპასუხოდ რჩება. დღეს კიდევ ერთი კითხვა დარჩა უპასუხოდ, საერთოდ როგორ ახერხებს ვინმე მოусმინოს მაღალი თანამდებობის პირებს, მაშინ როდესაც ისინი ჩართული არიან დახურულ სპეციალურ ქსელში, რომელსაც კანონი იცავს. ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება სახელმწიფო სპეციალური კავშირების შესახებ, რომლის მეხუთე მუხლშიც წერია, მე წავიკითხავ ამ მოხლს. სახელმწიფო სპეციალური კავშირების სისტემა არის სპეციალური საკომუნიკაციო და ტექნიკური საშუალებების კავშირების ერთიანი დახურული ქსელი, რომელიც აღნიშნული ქსელის შიგნით უზრუნველყოფს ქვეყნის უმაღლესი და მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, სახელმწიფო დაწესებულებებს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეჟიმის, სარეჟიმო და სხვა სტრუქტურულ ობიექტებს სპეციალური კავშირებით. ამ კავშირების საშუალებით სატელეფონო საუბრებისა და სხვა სახის შეტყობინებების დაცულობას, საიმედოობას და ოპერატიულობას, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. დიდი მადლობა ნათია თოიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.